ახალი ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში ქალბატონებში 35 წლის ასაკის ზემოთ, განსაკუთრებით 40 წლის ასაკის ზემოთ იზრდება ქრომოსომული აბერაციების რისკი, რაც ზრდის ორსულობის სხვადასხვა ვადაზე ორსულობის შეწყვეტის რისკს. აქედან გამომდინარე, რეკომენდირებულია ჩატარდეს პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი, რაც გულისხმობს ემბრიონის საშვილოსნო ზღვრში გადატანამდე მისი ქრომოსომული მდგომარეობის შეფასებას. გამოკვლევის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შერჩეულად იქნას ჯანმრთელი ემბრიონი გადატანილი, რომელიც ზრდის ორსულობის შანსს და ამცირებს შემდგომ ორსულობის შეწყვეტის რისკს. გამოკვლევა ასევე რეკომენდირებულია ჩაუტარდეს პაციენტებს, რომელთაც აქვთ წარსულში წარუმატებელი ინვიტრო განაყოფიერება ან წინა ორსულობებში ნაყოფის განვითარების მანკები. ასევე რეკომენდირებულია ჩატარდეს მამაკაცის მძიმე ხარისხის ოლიგოსპერმიის შემთხვევაში. გამოკვლევის მეშვეობით შესაძლებელია დადგენილი იქნას ქრომოსომის სხვადასხვა ტიპის ტრისომია, მონოსომია, ასევე კომბინირებული სტრუქტურული ქრომოსომული დარღვევები და მოზაიციზმი. მოზაიციზმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ემბრიონის შემადგენელი უჯრედები ქრომოსომულად არის პათოლოგიურად სტრუქტურირებული, რის გამოც გვაქვს სხვადასხვა ხარისხის მოზაიციზმი, განისაზღვრება დაბალი, საშუალო და მაღალი ხარისხის. მიდგომა მოზაიკური ემბრიონის ტრანსფერის შესახებ საწყის პერიოდში იყო განსხვავებული და თითქმის არ ხდებოდა ამ ემბრიონის გადატანა. თუმცა დღესდღეობით ტენდენცია მოზაიკური ემბრიონის ტრანსფერის შესახებ არის განსხვავებული, ვინაიდან გენეტიკოსის რეკომენდაციით დღესდღეობით ხდება ასეთი ემბრიონის გადატანა, ვინაიდან მსოფლიოში არსებობს უკვე სამედიცინო პრაქტიკა მოზაიკური დაბალი ხარისხის მოზაიკური ემბრიონის ტრანსფერის შედეგად ჯანმრთელი ახალშობილის დაბადების. გამოკვლევა საჭიროებს თანამედროვე აღჭურვილ ლაბორატორიას, როდესაც მეხუთე დღის ემბრიონზე ბლასტოციტზე ტარდება ბიოპსია, ასევე წამყვანი არის გამოცდილი ემბრიოლოგი, ვინაიდან ემბრიოლოგის უნარებზეა დამოკიდებული ბიოპსიის ჩატარება, რითაც დღესდღეობით ამაყობს კლინიკა ლიდერმედი გამოცდილი ემბრიოლოგთა გუნდით.